მოგესალმებით ყველას მეგობრებო, კაცო, ამას რა უყო, როგორ ეს შევცვალო ეს რატო, ვანახე? ასთან ერთად არა, აი რაღაცნაირად ესე ჩანს, რატო, ხაც. აბა კითხე მთლიან ეკრანზე ჩავხარ? მაგათთვის. შევცვალო ეს თინათინმა შეცვალა იმ დღეს და ეს თხოვანი მესამე კი არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს როგორ შევცვალო მეგობრებო ეს რომ უბრალოდ არა გვერდზე ფანჯარა ჩანს გესტების ამასაყვანი მგონი და როგორ წავშალო ეს ფანჯარა არავინ არ იცის რას უნდა დავაჭირო დამიწერეთ რა თინათინი მოვა მალე აგვიანებს ჩვენ ვართ მაკიაჟზე მადამ სოფისთან და ვინ მეტყვის როგორ უნდა მოვაშორო ეს ფანჯარა გესტების არავინ არ იცის კაცო ორი მომიწევს ეს იყო სიმსუბუქე უფრო სახეზე გინდა თუ თვალი ცოტა მსუბუქი გავაკეთოთ? ალბათ თვალი მსუბუქია. ოცო არავინ არ იცის როგორ მოხსნა ეს ისა. აი, პიპოვე. ხსენია? აბა ყველას გამარჯობა, დიდი მადლობა საჩუქრებისთვის. დღეს მივდივართ რესტორნის გახსნაზე. რომელი რესტორანი? ხუთზე უნდა გავიდეთ აქედან და ხო გზა იქნაში რო გჭირდება და კიდე უნდა გავუვაროთ ვიღაცას. დიახ. იმედია ბევრი ვიდეოს გავიღებ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. ნენია ხოლმე ხერხება რა, რაღაც რომ ეს თან კომუნიკაციაში რო ხარ ადამიანებთან საუბრობ რაღაც მე ვეღარ ახერხებ. ხო, ეს ვიდეოები გადაიღო. ცალკე ადამიანი გჭირდება მაგისთვის. ხო, მაგარია ვიღაცა რო აი ეს სხვა სალონში ვიყავი რა ზუსტად რეკლამა უნდა გადაგვიყო და ერთი გოგონა იყო და ყველა დათოს იღებდა ისეთი მაგარი იყო ისე მომეცადა მეთქი რა კარგი თინათინი როგორც ყოველთვის აგვიანებს და რა ვიცი მოვა მალე ლორენცო ჩართით მოდი ერთი ჩავრთავ ლორენცოს და გავერდოთ მაგრამ თინათინის გარეშე ლორენცო მე როგორ უნდა ჩავრთავ მაგრამ მაინც ჩავრთავ ეხლა თინათინს და ლორენცოს სულ სხვა ის რა ქვია კომუნიკაცია ექმნება სალომი ივეთ იგარო გამარჯობა გამარჯობა აბა ის რა ქვია თინათინის გარეშე რო ვარ რა ვქნა მე აუცილებელი არ არის ყოველთვის თინათინთან ერთად იყო რომ მე მისაუბრო რა ვიცი შენთან ერთად ყოფნა თინათინის გარეშე როგორც ისაც ცალ ხელივით ვარ ხოლმე რაღაც მაკლია და გვაკლია რა კარგად მოვედი აუთა კი რაღაც გამაგის შენი ხმა დღეს მივდივართ სადღაც და
გადავწყვიტეთ მოვიყავით მაკიაჟზე ეს გოგოშკური თემები, მაგრამ შენ არ გაინტერესებს ეს რაღაცები. რა მოგიყვეს. და მაინტერესებს. რა გადაცემა რამე თუ რა ხდება? არა, ის რა ქვია, რესტორნის გახსნაზე მივდივარ ქორში. კონცერტს ატარებ. არა, კონცერტს არა, პროსტა დაპატიჟებულები ვართ. როგორც სტუმრები. შეიძლება ვიმღეროთ, შეიძლება არა, არ ვიცი, ვნახოთ. ვაიმე, გაიყინეს Take-Hold ლორენცო. გავიყინე ინტერეს Take-Hold. აი, რა ხდება? სადა? კარიერაში. რა ვიცი, რაც პარიზიდან ჩამოვედით და რაც პარიზში მივდიოდით, ყველანაირად ყველა საქმე გადაგვავიწყდა რა. რაც პარიზიდან ჩამოვედით, ხანვინ ვნახეთ, მერე ხანვინ და შეისავით გაყინულები ვართ. მე ლაივში ვარ გაგინული, ეხლა თამაშის დროს თორე ისე ზოგადად არ ვარ გაგინული. ისე შევუკეთ ჩვენ ერთ-ერთი ახალ სიმღერას, ახალს რა უკვე ბევრმა იცის ეგ სიმღერა, უბრალოდ გავაგრძელებთ მაგ სიმღერაზე მუშაობას და ალბათ მალე იხილავთ ახალ პროექტს. შემოქმედებით წვაში როდის შეხვალთ, გელოდებით საინტერესო იქნება ძალიან. ანუ ახალ კლიპებსაც უნდა ველოდოთ. ახლა ბიჭო, როდის შევხვდეთ ჩვენ? დავალაგებ და შემდეგ კვირაში გადაცემაში ჩემთან მოგიწევთ და თავზებით ვისაუბროთ. ანუ უკვე დაასპოილერე, მე მეგონა საიდუმლოდ დატოვებდი, მაგრამ მეორე ეპიზოდის სტუმრები იქნებით თქვენ, შენ და თინათი. პირველები რატო? პირველები იყო მარიკა, ეგრე გამოდის ის გოგო. ეგ ითვლება როგორც პირველ ეპიზოდად? პირველ ეპიზოდი შეშულის იმორთვის ეგ იყო, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესო ხალხის მოწვევას ვაპირებ ეხლა და თქვენ მაგითო გიწევთ, რომ მარიკას ნაირები აღარ მოვიყვანო, რომ გადაცემა არ ჩაშალონ. ეგრევე მოგეწვიეთ და უფრო უკეთეს მოხაიმი და შენი პირველი გადაცემა. ჩაიარა, მეკითხები რომ ცუდად ჩაიარა. სკანდალი მოხდა ნამდვილად. ბევრმა ადამიანმა უფრო კარგად გაიცნო მარიკა, ასე რომ ეგ არის. აბა სუნამოები უნდა შევქმნაო, წიგნი უნდა გამოუშვაო და მოყევი შენც, აბა რას აპირებ კიდე? არ ვიცი, ზაფხულამდე ჩემი ერთ-ერთი წიგნი გამოვა, რომელსაც ქვია შიშის მკვლელი, ეს იქნება თავდაჯერებულობაზე, ადამიანის თვითშეფასება რო აამაღლოს. სუნამოებს რაც შეეხება სუნამოების თემას, ალბათ სუნამოების ბიზნესი მქონდა, ჩემი პირადი სუნამო მქონდა, რომელსაც ერქვა Cold as Fuck, მაგრამ ახალი წლების მერე იქნება სავარაუდოდ ეგ ყველაფერი. თუ ამ ეტაპზე გაცილებით დიდი ფინანსები არის საჭირო სუნამოებისთვის და პლუს ამას დუბაიში კონტაქტები უნდა გამოაახლო, ასე რომ თან ცოტა ჩალენჯი ჭირდება მაგ ყველაფერს. და სუნამოს ახალი სახელი ხო არ ექნება? იგივე სახელი იქნება Cold as Fuck, მაგრამ შეფუთვა იქნება განსაკუთრებული. გავიქს, მე მგონი Take-Hold უნდა დაგერქვა რა. სუნამა მამაკაცებისთვის არის თუ ქალბატონებისთვის? არა, მამაკაცებისთვის იქნება ეს. სუნამო იქნება მამაკაცებისთვის, რომ იყვნენ Take-Hold-ები მერე და ხალებს თავი მოაწონონ და მე ვიფიქრებ იმაზე, რომ ხალებისთვისაც გამოუშვა რამე საინტერესო სუნამო. მე შემოქმედებით წვაში ვარ, უბრალოდ რაღაცებს დრო ჭირდება, რაღაცებს ფინანსები ჭირდება და ყველაფერს ერთბაშად იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მოქვს გასავალი. ბინა უნდა ჩაბარდეს ჩემი, პლუს რემონტი უნდა დავიწყო იქ და ძალიან ბევრი ბინა შევიძინე და გასიცახი, გილოცა, ბიჭო, ესეთი ამბავი და ჩვენ არ ვიცოდით. კომენტარებში პროექტში შევიდოდი, მანამდე შევიძინე ბინა, ასე რომ ეხლა უნდა გავარემონტო. ეხლა სადღაც ფულში ჩაბარდება ბინა.
მიუხედავ რაღაცებს. ძალიან გამიხარდა. თქვენს გისურვებთ, რომ ბევრი რაღაცები ისე აეწყოს, რომ თქვენი მიზნები და სურვილები რაც არის, ყველაფერს დავიმოვალებთ და მოვალთ, იმიტომ რომ შრომელები ხართ, რაც ვაფასებ. ჯერ ახალი მანქანა უნდა მოდიოცით. ბიჭო, ეგ მანქანა ნუ ეხლა მთლად ახალი არ არის, უკვე რამოდენიმე ხანი გვაქვს უბრალოდ, ის ერთი მეორეში გადავცვალეთ რა. ეხლა ახალი მანქანა გყავთ, ხო? Subaru თუ რა არის? Subaru Outback. ნომრებით მუზა 727. ნამდვილად ნომერი. ჩემი ნომერი ეხლა არ ვიცი, სექტემბერში ვაპირებ მეს რომ შევიძინო. ჩემი ნომერი სავარაუდოდ იქნება Cold 007. მაგას არ ვიტყვი, წინას არ არის მას ვიზა, რომელი მინდა შევიძინო, მაგრამ როცა მეყოლება ნახავთ მე რა მანქანაა. მაგრამ ეს პოტექსი თქვი. არ მოგვიწევს შევიძინო. როდ არ მომჯერას ვიდები როგორ ვიდები და მოდრილი არის არსმენეს არ ვამბობ. წარმატებები. ჩვენ გაგვაკატავე პირველები. ნუ პირველებს ვერ გაგვაკატავებ, მაგრამ ერთ-ერთი პირველები შემოგვაკითხე ვაზის უბანში. აუცილებლად გამოგივიდა. აი მანქანა რომ ეყოლება, უფრო ის იქნება მარტივი მან მოსვლა. თორე აბა მანქანის გარეშე ვეღარ მოხვედი ჩვენთან და მართული არის ეგ ამბავი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო იხარჯება დიანა სანამ აქ მოვალ. ვიცი ხო, შენ ერთი ქალაქის ბოლოში ცხოვრობ, ჩვენ ნუ ეხლა მთლად ქალაქის ბოლოც არ არის რა ვიცი, დავჩაგრავ. ჩვენ 15 წუთი და ცენტრში ვართ, რავი, არაფერი არ უჭირს. ცენტრს რასაც დახიდაშნი. ცენტრს თავისუფლება მე გლდანში ვარ, გლდანში ვცხოვრობ, ჩემს უფასო მეგობრებო. ჯერჯერობით გლდანში ვარ, ასე რომ გლდანიდან ვაზის უბანში გასვლა საკმაოდ დიდი დრო და ენერგია ჭირდება. ის რა ხო და ესე იგი უნდა გამოვსვა ზაფხულამდე, ხო ეს წიგნი და ზაფხულამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა და ხო, ნუ ზაფხული 3 თვე არის დიანა, შეიძლება ივლისის ბოლოს გამოვშვა, შეიძლება აგვისტოს ბოლოს გამოვშვა. ზაფხული სადამ იქნება? ზაფხულის ბოლომდე. ზაფხულის პერიოდში. აუცილებლად გადმოგცემთ ჩემ წიგნს მე ავტოგრაფით, ასე შემდეგ და სამახსოვროდ გექნებათ, რომ წაიკითხავთ, მე შეგიძლია გამარეკლამოთ. რა სიუჟეტი ექნება? ბევრი ფსიქოლოგიური საიდუმლოებები და ტექნიკები იქნება, რომ ადამიანებმა ზიანი ვერ მოგაყენონ, ასე შემდეგ. უფრო თავდაჯერწებული და მორალური ზიანი, ხო? ბევრი საიდუმლო ტექნიკები იქნება, ასე რომ ძალიან მაგარი წასაკითხი იქნება ყველასთვის და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება. ასე რომ დაელოდეთ, როდის გამოვა შიშის მკვლელი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება. ხიობა რომელიც სიმღერას წერენ, რა სიმღერას წერთ ახლა? ეხლა ჩვენ ვამზადებთ, მაგრამ პროცესშია ეს, დასაწყის პროცესში, ეს არის სიმღერა მიყვარხარ. არაერთხელ გქონდა შესრულებული ჰაუსში, სტრიმებზე იყოთ ბევრმა ადამიანმა. ახმაიცის ასე. იმერა, ახმაიცის ასე თუ ისე ხო უკვე? ხო, კი. ხო, და მე იმაშიც გვინდა დავიწყოთ მუშაობა, გინდე რო ქვია, ესეთი ფრაზა იყო არასდროს გაცვალა სხვაზე, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, სხვათა შორის ძალიან აქტუალური ფრაზა არის და შეუყვარდა ხალხს ეს ფრაზა. მეც კომენტარებში მიწერენ, ეხლა ველოდებით რომ როდის გამოვა მათი სიმღერა, ასე რომ აი, ხალხი თვითონ ასება ძალიან მიყვარხართ.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტა შრომატევადი და ნელი პროცესია. თან იმის გულისთვის, რომ ჩვენ თვითონ ვამზადებთ თავიდან ბოლომდე არანჟირებას და ამ სიმღერას, ამიტომ იწელება პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ხანდრა საქმე გვაქვს, ხანდრა საქმე და სტუდიაზე ყოველდღიურად ვერ ვახერხებთ მისვლას რა და ამიტომ იწელება. ძალიან მაგარი არის, კარგი არის, რომ გაჩერებულები არ ახართ და არაპირებთ გაჩერებას. რამეს ახალ პროექტში ხო არ უნდა გიხილოთ რამე კიდე? არა, ჯერჯერობით ვერაფერს ვერ დავაანონსებ. ისეთი საჩვენო ჯერჯერობით არაფერი არ არის, ამიტომ გაველოდოთ აბა დაიწყება შედეგი. როგორ? იზახიან, რომ შეიძლება მეორე სეზონი დაიწყოს ჰაუსისა. იქრო, და ვინ უბრალოდ დაიწყიან თუ რაღაც არ ვიცი, ჩემი კავშირებმა რაღაცა ინფოები მომაწოდეს და არ ვიცი. რამდენად რეალურია? ეგრე კი სამი თვე იძახიან, უნდა დაიწყონ და ჯერჯერობით ვიცოდი, რომ არ აპირებდნენ და ეხლა შეიძლება რამეს შეიცვალა, ვერაფერს ვერ ვიტყვი. მაგრამ ვფიქრობ პირადად მე, რომ ესეთი საინტერესო გმირები, როგორიც იყო ამ სეზონში ერთად შეკრებილი, რა თქმა უნდა საინტერესო გმირები ბევრია, მაგრამ აი ამ სეზონში ძალიან ესე შეკრებილი საინტერესო სხვადასხვანაირი პერსონაჟები და გმირები და მე მგონი ძალიან ძნელი იქნება ესეთი საინტერესო იყოს ახალი სეზონი. მე ვფიქრობ, რომ დათოსნაირის, ბონდოსნაირის და ლაშასნაირის მოძებნა არ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ არ ვიცი. აი ახლა ბონდო ძალიანაც საინტერესო პერსონაჟი არის და გამოხატული მეტად. ახლა მითხარის take-hold. ლაშასნაირი და არ ვიცი. დათოსნაირი, ფიტნეს თამადასნაირი, სპოვნა, ეხლა უბანში რო გავიდე, 3 წელს, 4 წელს შევაგროვებ. ეგრევე, ბესეთკაში რო შევიდე, დათოსნაირს ვიპოვი ეგრევე. ლაშასნაირია. ვარ ქონდა საჭიროება. ხანდორეცო. ფიტნესი არ გადიხარ? სახლში მაგ დარბაზი მოწყობილი, სახლში მაგ დიდი ეზო და ყველაფერი რაც მჭირდება აქ მაგ. ძალიან კარგი, ესე იგი დროის ეკონომია არსად რო არიარო, ხო? ბატონო, კომპიუტერთან ძალიან დიდი ხანი მიწევს ხოლმე მუშაობა, დღეში 10-12 საათი შესაბამისად. სახლში მაგ ყველანაირი ეკიპირება, რაც სპორტდარბაზში არის, ყველაფერი აქ მაგ, ასე რომ დრო რო არ დავგავიდო, სახლში ვარ ხოლმე. არა, ეხლა დავიწყებ სიარულს, იმიტომ რომ ბოქსი მომენატრა და ბოქსი გიოსთან მე აუცილებლად მივალ. ესე არ გადიხარ ხოლმე ხო მაგასთან ხშირად. რამდენად ხშირად ვხდებით ხოლმე თქვენ? ავიცი, როცა საქმე არის რაღაცა, გიორგის ვჭირდები, ან მე ვჭირდება რაღაცაში მისი ჩარევა, ვიჩნდებით ხოლმე, მაგრამ ესე რომ რაღაც ყოველდღიურად დარბაზში ვიყო, ყოველდღიურად დარბაზში არა ვარ. არა მაქვს მაგის დრო ფიზიკურად, თორე შემდეგი კვირიდან მართლა მინდა რომ კრივზე გამოვახლო ის სიარული და ის ვარჯიში დავიწყო. ითხოვს მაინც ორგანიზმი ცოტა ხელების ქნევას. ენერგია როგორც უნდა დახარჯო. ძებია დარბაზში დახარჯო, რა თქმა უნდა, ვიდრე ეგრე გამოხატოს ადამიანმა აგრესია სხვა ადამიანების მიმართ. მე აგრესიული ისედაც არ ვარ, პირიქით ძალიან შვიდი ვარ და ძალიან გაწონასწორებული. არა საჭირო. ზაფხულში ბათუმში არ მოდიანო, თინათინი და დიანო? აბა რა ვიცი, არ ვიცი. ესე ბათუმში რო კონცერტი გააკეთოთ, მაგარი იქნება. რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ძნელია ანუ
ორგანიზატორი არის კარგი საჭირო, რომ გააკეთო ზოგადად სადმე კონცერტი. თან სხვა ქალაქში რო აკეთებ კონცერტს, მით უმეტეს, იმიტომ რომ იქ წვდომა არ გაქვს, ვერაფერს ვერც კი გააკონტროლებ. და ეს რა ქვია, აი ეს არის პრობლემა ორგანიზატორების პოვნა. და ის რო კარგად ჩატარდეს, შედგეს ეს კონცერტი. ამიტომ თუ ვინმე მიცის კარგი ორგანიზატორები, მეგობრებო, გამოგვიგზავნეთ პირად შეტყობინები. ლაივში ხშირად გააჟღერე ხოლმე და მაყურებლებში აუცილებლად იპოვი საინტერესო ადამიანებს. მე ხა ლაივებში გავდივარ, მე ზოგადად არ ვთამაშობ ხოლმე რაღაც ამ ფსიქოლოგიაზე ვლაპარაკობ და ელემენტარული არის შემთან მოდიან მე კლიენტები, ვისაც სჭირდებათ ფსიქოკონსულტაცია ასე შემდეგ. ლაივებზე გააჩნია რას ილაპარაკებ რა და ვიშართავ, იმიტომ რომ შესაბამის იმას მოიზიდავ, ასე რომ ორგანიზატორები შეიძლება ლაივშიც იპოვა. რა თქმა უნდა. თინათინი სად არის? ძინავს? არა რა ძინავს ბიჭო ის რა უნდა მოვიდეს ეგეც მაკიაჟზე და ცოტა დააგვიანდა და მე ჯერ მე მოვედი ტაქსით მოვედი და ეგეც მოვაერხლა მანქანით რა დრო რო აღარ დაგვეკარგა აღარ დაველოდე და გამოვიქეცი მე თორე ვერ ვასწრებდით ამიტომ ამ 3 საათზე ასე რომ მომესმის არა დღეს აიძიავდი იმიტომ რომ წასვლელები ვარ სადღაცას თუმცა გუშინ კომენტარებში მიწერენ და ცალ-ცალკე დადიანო აბა ისინი ერთმანეთზე კი არ არიან დაბმულები ან ივლიან ცალ-ცალკე ხო სამწუხაროდ ხანდახან ეგრეც გვიწერს ხოლმე საქმე რომ მოითხოვს არ არიან ერთმანეთზე დაბმულები და ბორგილებით რომ ცალ-ცალკე არიან არა რა თქმა უნდა ბევრს კი ჰგონია რომ ჩვენ როგორც სიამის ტყუპები ვითვართ მაგრამ თლად ეგრეც არ არის იარო პირიქით განსხვავებულები ხართ ანუ ორივე განსხვავებულები ხართ ერთმანეთისგან ხასიათშიც ქცევებშიც და ყველაფერში რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებულები ვართ და ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რომ აი სულ ერთად ვართ და ერთმანეთს არ ვცილდებით მეგობრებო აბა როგორ უნდა ვიყოთ ერთ ოჯახში ვართ თები ვართ ერთი საქმე გვაკავშირებს საერთოდ ხო ერთი წრე გვაქვს სანაცნობო და სამეგობრო და პირადს როცა ეხება მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს პირადი სივრცე და სხვა დანარჩენში ვართ ხოლმე ერთად და ეს არ უნდა იყოს ალბათ გასაკვირი რა ვიცი რა არის გასაკვირი აიმნებზე არ დავდივართ ერთად არ ინერვიო თინათინი რომ მეუნებოდა ესე კი რა თუ ერთი ის ყურადღება გინდა მიიქციო ყვავილები იმას უნდა აჩუქო და მეც უნდა მაჩუქო ეგრე არ არის ან ბისტო ეგ უბრალოდ არის ანუ შენი ანუ პატივისცემა არის უბრალოდ ადამიანი რომელიც მოგწონს იმისი დის პატივისცემა ან თინათინს თუ ბაიმანი ქონდა ეხა ვიღაც ბიჭს მოეწონა შენ არ გაყვები ბაიმანს ესეთი აი მე განამართავდა არაჯერთ ერთმანეთს მაგრამ თუ სამეგობრო შეხვედრა არის კი არა რატო ვიტყვი სიმართლეს რომ კი დავდიოდით ხოლმე ხანდახან ანუ ისე რომ აი უბრალოდ სიტუაციას გააჩნია შეიძლება რომ ანუ ერთი ადამიანი მეორეს გაყვეს იმიტომ რომ ესე უფრო დავუშვათ ამ სიტუაციაში რატომაც არა რა მაგრამ ო კაცო და ძმაკაცებიც დაყვებიან სხვათა შორის თავის ძმაკაცის ძმაკაცთან ერთად და იმის შეყვარებულთან ერთად ანუ რა ვიცი ძალიან გავრცელებული ისტორია მაგრამ ეს ხომ არ უნდა იყოს ყოველჯერადი ხო ზოგადად პაიმნებზე არ არის ანუ კარგი როდესაც არ ვიცი შეყვარებულთან ერთად მიდიხარ და ან ძმაკაცი მოყვება და ან დაქალიან ან დაათმოთ ზოგადად ხო ეხლა თუ ორივე ადამიანს უნდა მარტო ერთად დარჩენა ამ კონკრეტულ სიტუაციაში რა თქმა უნდა არა მაგრამ თუ ორივე ფიქრობს რომ უი მოდი დღეს აი ერთად წავიდეთ სადმე დაუშვათ
ხო ეს ხომ სხვა სიტუაცია უკვე არის ცოტა მეგობრული ისა აი რომ სახალი არის მაშინ უფრო უნდა მარტო ყოფნა შემიასწრო უკეთ გაიცნო მე რა ხარ მეგობრებთან ერთად პირიქით სახალისაც არის მე ვფიქრობ და ის დაც მეგობარია იგივე სიტუაციას გააჩნია, მაგრამ როცა ორივე ადამიანს უნდა ერთად ყოფნა და მესამე აეტორღიალება, ეგ უკვე სხვა პონტია. შენ არ ესედეს პაიმანზე რო ყოფილხარ არ წამოსულა, ან შენი ძმაკაცი ან დაქალი, გოგოსი, ლორენცო? დამატულა იმის დაქალი და პაიმანის ჩაგდების მცდელობა ქონდა უამრავ ჯერ ასე გაფრთხილი. ეგ პირველ პაიმანზე? არა, და ზოგადად ყველა გოგოს ხავს ცოტა თავისი ისეთი დაქალი, რომელიც რაღაცა ტესტებს ატარებს და ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს იმიჯზე, რომელიცაც მოწონს თავისი დაქალი, ასე რომ ეგეთი დაქალის წამოყვანა ჯობია, რომ ვიცი არავინ არ წამოიყვანოს. ყველა გოგოს არ წახალა მაგათ ხარია ყველა სათავს. ყველა გოგოს ადექალოში ისეთი დაქალი ყავს, რომელიც ცოტათი შურიანი არის, ასე რომ სტეიკოდ. არა, რატო შურიანი იქნებ უბრალოდ ძალიან ხელავს თავის დაქალზე და უნდა რომ საუკეთესო რჩეული შეხვდეს. რამდენი ურთიერთობა დაუნგრევია მსგავს ტიპის ადამიანებს, ეგეთი ბევრი. ურთიერთობა არის ადამიანის შორის და ორი ადამიანი უნდა გაერთოს ურთიერთობაში ერთმანეთთან და არა მესამე პირი ჩაერიოს. რა თქმა უნდა, ობიექტურად ვფიქრობ, რომ ეს შენ არ გიხდება დავუშვით. რომ ბევრი ყოფილა ეგეთ შემთხვევაში. ბევრი ანგრევს ეგრე ოჯახს, თუნდაც ზედმეტად ეს აი თეთრი მომიხდა რომ კი. არ მოგწავს, თუ გინდა ჩავშლი ცოტა უფრო გავაბათილებ. სიჩვენია? თითქოს თვალი რაღაცნაირი. ნუ მეკითხებით მეგობრებო, ვინ როგორ ურთიერთობაში არის ასე შემდეგ. თუ ადამიანს თვითონ ექნება სურვილი რომ ამაზე საჯაროდ ილაპარაკოს, ილაპარაკებს და მე მეუნებით ისეთ რაღაცებს რომ ვიღაცას შევეკითხო გინდა თუ არა შენ პირადზე დამიწყე მეთქი ლაპარაკი. მაგას არ ვიცი, არ შევეკითხები მე და მაგას არც მე არ შემეკითხება არ ვიცი ჭკვიანი ადამიანი, იმიტომ რომ პირადი არის პირადი, რაზედაც ფიქრობ საჯაროდ ლაპარაკი ყველა ურთიერთობაში ჩააყენა გოგო რა ხარ არ არის პირები. მადლობა მართლა ვიხარ ლორენცო. როგორ ჭიკჭიკებენ შენთან ეს ჩიტუნიები ისი აქაც მესმის ხოლმე. მე კერძო სახში ვარ ხო, ბუნება არის დიდი ეზომაკი და თხე არის ახლა მახლა. კერძო გაია. თუ შენ სიცივეს მიჩვეული ხარ. ეს კოპტივის საშუალება. არ მეძლევა სიცივის საშუალება, კარგი ამინდები არის ხოლმე. თან ბევრი კომენტარები იზერება მეგობრებო და ყველას ერთბაშად საკითხავს ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ ერთი კომენტარი რო დაიზერება 10 მოყვება უკან და თუ ვერ დავინახე და ვერ გიპასუხეთ ესე რაღაცა, იმას არ ნიშნავს რომ ფეხებზე მკიდიხართ. პირიქით, როდესაც საუბრობთ ხოლმე, როდესაც მარტო ვარ, ყველა კომენტარს ვკითხულობ ხოლმე, ასე რომ და ყველას გეხმარებით სალამი. ფსიქოლოგიურ რჩევებს ბევრს უფასოდ გაძლევთ, რაშიც სხვებს თანხებს უხდით ხოლმე, ასე რომ ეგიც გაითვალისწინეთ. სად მიდიან? მე კიდევ ვერანაირ კომენტარებს ვერ ვკითხულობ, მე მგონი ძალიან სად მივდივართ და გორში მივდივართ მეგობრებო, რესტორნის გახსნა ბაბაჯები. ამიტომ შევეცდები, რაც შეიძლება მეტი ვიდეო და სურათი გადავიღო, თუმცა არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე რომ გამომივა. ვინც მე მიზერთ კომენტარებში რომ კითხეთ იქ 26 მაისს თავისუფლება, ანუ მე ნუ მეკითხებით, გადადით და უწერეთ. ანუ მე ხო ვერ მკითხულობ ახლა კომენტარებს გაიგე და ალბათ შენ მაგიტო გეკითხებიან, რა ვიცი. ხო, შეიძლება არ ვიცი ზუსტად 26 მაისს რა გეგმები გვაქვს მეგობრებო, ნახოთ თუ რამეა შეგატყობინებთ. გავხდი გადავიდიან.
მადლობა დიდი არაფერს გაიზარდე დიდი გოგო რომელ საათზე ვარ ლაივში ესე არ ვიცი გიორგი როცა რომ ხოლმე შემოდივარ ლაივში ის შენახულ დროს უფრო ხშირად ხარ ხოლმე ლაივებში როგორც მივხვდი ხო ვიდრე ცოტა ადრე იმიტომ რომ ჩემს საქმიანობას მჭირდება ყველაფერი იმიტომ რომ პოტენციური კლიენტები მომიზიდო ასე რომ ჩემს საქმიანობისთვის დაკავშირებულია ყველაფერი ლაივებში გავიდე საინტერესო თემებზე ვილაპარაკო რაღაც საინტერესო თემები გავარჩიოთ ადამიანებს დავეხმარო რჩევები მივცე მე ვისაც მართლა ჭირდება დახმარება მე მწერენ ხოლმე პირადში და კონსულტაციებზე ასე შემდეგ კურსები ბევრი არის ისეთი რომელსაც ეხლა მენტალური პრობლემები აქვს ასე შემდეგ და ეხლა ძალიან სულ უკადგილე ქვევით შეგეშვა ხარჯერდება ანუ დამოფოლო ვისაც არ გიცნობთ ვერ დაგაფოლოებთ უბრალოდ ვისაც არ გიცნობთ ან საინტერესოდ არ თვლი რაღაცა საინტერესო ის ასე შემდეგ არა ფსიქოლოგი მჭირდება სასწრაფოდ ეს სიმპათიური ვინ არის take hold ვისაც ფსიქოლოგი მჭირდება და ვისაც კონსულტაცია გინდათ პირადში მომწერეთ ინსტაგრამს დაგეხმარებით კიდე ჩავსდე ის ჩაუს კოლბი მოგიშ razgvedvi მოკლედ მომავლის შიში ეს არის ვისაც გაგაჩნიათ ეს არის ტვინისთვის თავდაცვითი მექანიზმი რადგან საკუთარ თავში და გონებაში აგებთ ინვერსიებს რომელიც ხელსაყრელი იქნება თქვენთვის მომავლის შიში ასევე დაკავშირებული არის იმასთან რომ ცხოვრებაში პასუხისმგებლობის აღება გეშინიათ ამ შემთხვევაში და რისკებს არ იღებთ იმიტომ რომ ტვინი გეუბნებათ ეს ყველაფერი შეიძლება საშიშროება იყოს საკმაოდ დიდი თქვენთვის ისე რომ მომავლის შიში ვისაც გაგაჩნიათ ეს ყველაფერი პიროვნულ განვითარებასთან და თავდაჯერებულობის არ ქონასთან პირდაპირ დაკავშირებული არის ამაზე შეიძლება თქვენი ტრაუმები იყოს პასუხისმგებელი რისკი ანალოგიურად ხო კი ბატონო რისკი შიშიც ანალოგიურია ვითამაშოთ ზიანა და დაგემშვიდობები ხო? ცოტა ხანი მეც მეთიცით მერე და მეც უნდა გავიდე იმიტომ რომ მე საქმეები მაქვს მოყევი რა მე ვერა ჩემთვის ძალიან საუბარი უბრალოდ ვერ ვაპარაკობ იმდეს რადგან პროცესში ვარ და რა მე საინტერესო მოუყევი რა ჩვენ მაყურებელს ჩვენსას რა შემოვიდეთ ამოდა ვისაუბროთ სიმონებით რა შემოვიდეთ დღის განრიგი როგორია მოყევი გაჩნიათ წინა ღამის სტუმრები მყავდა დავლიეთ თუ არა იმიტომ რომ მე მეორე დღის განრიგი ილევა ხოლმე წინა ღამით მომიწია რაღაც ცოტა ექსტრემალური დალევან გართობა ზოგადად დისციპლინირებული არის ჩემი განრიგი ვიძინებთ 11 საათზე ხოლმე დილით ვდგები ადრე სადღაც 6 საათზე 7 საათზე და ეგ არის რა ჩამოწერილი რიტმები რა უნდა გავაკეთო როგორ და მე ამ ყველაფერს დღის ბოლოს დაფაზე რაც შემოვწერე ხოლმე უი ხوار მომიტა მეგონია მოვიდა უბრალოდ ზოგადად რისკის აღება კი საკმაოდ რთული არის, მაგრამ ამისთვის თუ გეშინია ეგეთი რაღაცეების და რისკებს ვერ იღებ ცხოვრებაში, რაც ხელს გიშლის, რომ წინ წახვიდე, ამისთვის ფსიქოლოგის ჩარევა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ის შიშები, რომელიც გაწუხებს, ეგ შიშები არ იყოს რეალისტური. ასე რომ ფსიქოლოგი დაგეხმარება იმაში, რომ გაარჩიოთ ეგ ყველაფერი რეალისტური შიშებია, თუ უბრალოდ შენი ტრავმებისგან მოდის, რომელიც შეიძლება ილუზიური იყოს.
ასე რომ ფსიქოლოგი ყველა სჭირდება მეკვირვე. ასე წამეთ კოლექტორს რო ცოტა Pare mie salve da egreța de Lorenzo. ლოცვილი დღე მექნება თინათინს თუ დავინახავ და ლოცვილი დღე მექნება და დღის განმავლობაში ბევრი სასწაული მოხდება. Ai ზუსტად. ეხლა შემოფრიალდება და ეს ნიშნავს მაგალითად ის რომ ადამიანი პარტნიორი თან გიგრძელოს თან არა რას გიგრძელოს გააჩნია რას გიგრძელოს პარტნიორი მაგას გააჩნია ძალიან ისეთი კითხვა არის რომ აზრი ვერ გამოვიდანე და უფრო კონკრეტულად დაწერე წასვლას მარდო ხო გააჩნია სადმე მიხარ აბა მე ვთვლი რომ ხო მამაკაცი ეხა რაღაც დოზით ჩართული უნდა იყოს კი არა პირიქით ანუ ურთიერთშეთანხმების ხარჯზე უნდა ხდებოდეს ურთიერთობაში კონკრეტული გადაწყვეტილებები თუ ქალს უნდა ღამის 2 საათზე ღამის კლუბში წასვლა და ქმარი ამაზე უარს იძახის რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ამბავია ნორმალურია ნორმალური არის ეს ყველაფერი ასე რომ არ არის ამაში რაღაცა გასაკვირი და რაღაც ისეთი მდგომარეობა თუ შენ ღამის 3 საათზე გინდა რომ კლუბში იყო და სახში 2 შვილი გყავს და მეუღლე სამსახურიდან დავლილი მოვიდა კი ანუ თუ პრობლემა თუ გიგრძელოს ნორმალურია სავსებით რატო გიჩნდება შენ სრული რომ ღამის 3 საათზე კლუბში იყო და ისეკო ვიღაცა უცხო მამაკაცებთან ოდესაც სახში 2 შვილი გყავს და ოდესაც მეუღლე გყავს სამსახურიდან დავლილი რომელიც მოვიდა რომელსაც ჩია რომელსაც საჭმელი უნდა გაუმსადოს და იქ რა ვიცი, ეხლა რა მაგარანაირი ინტერესი კლუბში წასვლისა და ვინ მომიდა თინათი ყველა გელოდება და ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოიცანი კომენტარები იქნება მე სასაუბრო კომენტარებს შეიძლება თავზე ხელი გადაისვი დაახველე გენანება ბიჭო დახველება ლორენცო უკვე 2 საათია ისე ვარ ეთერში ჩართული და გელოდება როდის მოვა თინათინიო რომ მივესალმო მთელი დღე მექნება დალოცვილიო და სასწაულიო გორში რომელ რესტორანში მიდიან არ ვიცი გადაწყვეტს და გეტყვიან რომელ რესტორანში მოდიჩნეთ დაინახეთ და ჩვენ მაყურებელს ლორენცოს წასასვლელი უნდა გავიდეო ლორენცო სად მიდიხარ რატო არ მაბარებ ანგარიშს სად მიდიხარ გაბარებდი ანგარიშს სამივე ხო და დრო არო დაიწყო ანგარიშს არც ერთ ქალს არ ვაბარებ იმაზე სად მივდივარ როგორ მივდივარ და რომელ საათში ქალღმერთია ეს ცოტა სხვადასხვა რამეა რომელ რესტორანში მიდიხართ რომელ რესტორანში მიდიან და გეკითხები
რომელი რესტორნის გახსნა არის? ვილა პარკის. ახალი სივრცე იხსნება ვილა პარკში. შენიერი. მოკლედ გოგოებო გავიდი ჩვენს ძალიან კარგად ვისაუბრეთ, ნუ ეხლა შენ მეტი ისაუბრე, რა თქმა უნდა, არ შემეძლო მე ძალიან ბევრი საუბარი იმდენ გამოვიდა ძალიან მადლობა ჩვენს ხო იცი ასე რომ მეორე ეპიზოდი როდესაც გამოვა, დავასპოილერე ჩვენი მაყურებელი, რომ მეორე ეპიზოდის შიშველი სიმართლის სტუმრები იქნებით თქვენ. იბადანა. ამიტომ მოდი ეგ ჩაცმული სიმართლე იყოს, ხო, ეს იქნება ჩაცმული სიმართლე და არა შიშველი. შიშველი სიმართლე უფრო ალეგორია არის, ანუ აზრობრივად ისე თემებზე ვილაპარაკებთ, რომ მაგას ეხებათ. წარმატებები გოგოებო და აბა თქვენ. კარგად, ლორენცო, აბა ნახვამდის. მე უკვე როგორც ისე რომ ვიბერსა. იბადანა რა ისინი ვეძიმკები წამოვა და ხდება ქალაქში, ან გადაჭედილი რა ვიცი, დავაგვიანო, კაბის ჩაცვა შეიძლება ეხლა კაბის ამიტი აი კარგად ვისია აგურა ხარშინჩი კარგად ჩიბიბით მაგრამ ვერი გამოვთე. ახლა ეს კულტური. და ის რჩები. კი, შენაგვიანებ, მაგრამ ესეც კი აგვიანებ. კარგად არის საქმეები. ეხლა ეს პერიოდი ჩვენი არის. ის ჩათვლით, აბა თბილისიც არა. ხო იქნება. ორცინები. ხო. გენერალური გაშვერთ ხო არის. დერთში. აი ერთში გადავიდეთ. ხო, არ ვაკეთებდით. ძალიან ხო, დიდი ხანია ახლა და მაგითო მე ძალიან მოქმედებს რომ ჩანს. ეხლა ესეთ მაგაცი სამში უნდა გადავიდეთ. სამი არის ყველაზე ის. მაიცა, სამი თუ ოფისია. არა, არ ვიცი. და 1 2 3 4-ში ვიყავ, 2-ში ვიყავ, ამის ნაცნობდა მოვედით 2-ში და 4-ია. დიანა მიყვარხარ ვინაც. მეც მიყვარხარ ყველა მე მინდა რა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს ედიტორებს, რომლებიც აკეთებენ ჩვენს საყვარლის და ულამაზეს ედიტებს, რომლებიც ძალიან მიხარებენ კურს. აი საერთოდ ეს კარგად ხოლმე დროს
რატო? ცხოვრ ჩავშალოთ კიდე ცხვირი თითქოს სანია. კაი, ცხვირს ახლა გავაკეთებთ. მეცადი ცოტა ხანი ის პუდრი უნდა დავადოთ თეთრი. ხა. ამასაც ცოტას კიდე ჩავშლია. ლაშ. იქ ხანდახან მაკიაჟზე და თმაზე ერთად რომ და თხოვნე სტილისტი არ მომყავს და იქით სვავ ხოლმე და ეკაკეთ წარმოვიყვანო. თეთრი პუდრი ჩვენ ჯერ იყოს ეს თვალის ქვეშ. ასე ვიხედე. წიგნი უნდა გამოუშვეს ზაფხულამდე და მეთქი ზაფხულამდე ერთი კვირა ანუ და ზაფხული ხო 3 თვე არისო და ანუ ზაფხულის შემოდგომამდე ანუ ხო აი ესე რომ მეუბნებიან მართლა არ მესმის უკვე არ არის ეს პირველი ადამიანი ვინც მითხრა რომ რაღაცა უნდა გააკეთოს ზაფხულამდე და რომ ვიძახი რომ ზაფხულამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ვერ მოასწრებ ანუ ზაფხულამდე გახდომა საშკარად ვერ მოასწრებ არა მარტო ხოდა ანუ მაშინ უნდა თქვა რომ ზაფხულის პერიოდში ზაფხულის ბოლომდე მეგონი რა მე ეგრევე ვაფავ და ზაფხულამდე არის როცა სანამ ზაფხული მოვა მანამდე და რავი მე თავის თავსის ეგეთი წვრილი გინდა? წვრილი მაგ თუ გინდა? არა, პროსტა ეს თავისი ტიპის ფოტოშერა უნდა ეს ხო, აი ნახე ესეთი დასაჭერი ოღონდ მსხვილი მაგ ძალიან მოგინდა. საჭერი ძალიან მოხერხებია, საჭერი ხელს უფრო მიშლის, ალბათ რომ მიშლის. ის როგორ წამწამები და გავიკეთო როგორ ფიქრობ? აი თუ შო? არა. ცოტა ნორმალი. რა ვიცი რომ შენ თვლი რომ მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება. აი დავამატოთ. მე მიყვარს ძალიან ხო შენ მიყვარს მე ის არ დაიბანო არ მოიფხარო საჭირის არ მოისმისო არა ის ახლა ერთი კვირით და თვალის ქვეშ ცოტა კიდე დაგამატო ეს გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო ვისაც არ აქვს გამოწერილი და ვინც გვიყურებს დახტება თქვენთან რა ლამაზი ხარ დიდი მადლობა გოგოშის
მიცებული მაგ ხო თვალის ოკეი აგეწინა ძალიან ცუდად წინავს საძავია უწვევით რა სხვა ციზების გამა ის ბოლოფეები ხო ეგ პირველია ისახება მე თვალებს და ყველაფერს კი დიდი მადლობა ყველას სიტყვებისთვის ძალიან მარხავთ კაია პარიზი ვაიმე პარიზი არის დაუყარეს სასწაული ღმერთო არ ვიხდები იმით რომ პარიზს ვუხადო და ვუხადო რაც მაგ ადამიანმა გააკეთა ჩვენთვის ნამდვილად სწაული საჩუქარი იყო რა და ყველას უსურვებს ესეც საჩუქარს და მეგობარს და რა ვიცი აი კიდევ ერთხელ მადლობა გიორგი და ვისაც სურს პარიზში ოდესმე წასვლა აუცილებლად მიმართეთ გიორგი პარიზს იმიტომ რომ მაგის ტური ნამდვილად დაუვიწყარი იქნება თქვენთვის იმდენად მზრუნველი იმდენად უი ხო მემელოდებოდი ჩამოხვედი თუ პარიზიდან სამხანია ჩამოვედი მაგრამ თქონდა იმედია დავბრუნდებით არა ერთხელ ერთი 45 წუთი ვარ. რატო? ვითომ? კაი, უჩქარავთ მე ჯერ თმას შვები, მაინც და გავიკეთოს მაინც. კაი, თუნდაც დაგვიანებულია, მშვიდად მაინც გაიკეთე, რომ მე ყველაფერზე ისმაქ. არა, შევსწავლე, ესეთი ვარ ზოგადად. მე კიდე ყველაფერზე ვშიფოთავ და საერთოდ. რა ცუდია, თქვენთვის პირველ რიგში რა. ძალიან ერთნერი ვიყავთ. ხო.
ანუ იცი რა უნდა გიგებულო მართლა რაც არ შეიძლება იმაზე არ ეხა შიგნით მოიცადა ეს დაიჭირე თავსახური შენ გაქო აი აქ ეს დაახურე ერთams ეს გადაგინა წილო ჯერ ცოტა მიოდი ხო თერმოდამცავში წესი თუ და დავისხავ ისე ჩხარო ესე კი ხეთანწარები გავაკეთეთ ჩვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი მეგობრებო გამოიწერეთ შნახალი კაბავი დღის ჩავწერე
და შემოდგომამდე აღარ და რატო გადაწყვიტე? რა დაიწყო? მე ზოგადად არც ვისწორე ხოლმე. გამიადგურდა თამერე შევიჭერი ხა. ხო, ეს არ გეტყობა, ნახე რომ შეიჭერი ის და არ გეტყობა თითოეული ხო. ეს ხოდა. მე მაგიერს რო გამიკეთებენ, სულ ძილი მეკიდებ ხოლმე. აუ, მომში. Kanka da koyalım biz özellikle. Özellikle. Как арцак все Ai meră cruci, că mă spune. Este o încă să mă bine, nu știu ce eu cruci. ესეც ასე. Așa că scriți. Ხო, კი. ეხა პანკეტისთვის ბევრი როჭირდება და მოკლე კაბები მეგობრებო ბევრი ვიყიდე და მთელი ზაფხულს მხოლოდ მოკლე კაბებს ჩავიც. ხოჭა ეხა თვალები. ოღონდ დღეს და ეხა ოდნავ ხელს წაგის მოკაი, მიგინვარება. ხო. მიდი ჩაიცვი და მერე წაიში. აი შვედი ჩაიჭრი. მიდი. შემოიტანე ერთები. ვარჩი. კი. შოქში ვარ შენი სილამაზე. თქვენ გენაცვალე. ვაიმე რა ხდება? რატო ვერ შევიგი? აქტიური არ ხარ თუ რა? რო არ ლაპარაკობდი. რა უნდა მე მაგასაც ესე იგი მნიშვნელობა აქვს. რავი გაყინული რო იყო. ძალიან ლამაზი ხარ ბრწყინო, დიდი მადლობა. ლაივი რესტორნიდან გექნება არა სტორები მხოლოდ ამიტომ ადევნეთ თვალი ჩვენს სტორებს მეთქი სტორებს აი მე ჩიკა უმალეკ თორა ჩაიც ხოლმე ფიქრო ჩაიც ნელა ჩაიც ესა ეს დავიტოვო კარგად მა კი, კარგად გაქეს ძალიან ლამაზად გაქვს. ესე გვერდზე ძალიან გიხდება. ბავშვები ცნახა და გავთიშები. მიდი. ეს გავთიშებით ხარ. გამოვთებიდი ჩვენთან. აღარ გადიხართ პრაიმ ჰაუსი ჯერ არ არის მეგობრებო. ნუ როცა იქნება სავარაუდოდ ჩვენ არ ვიქნებით, იმიტომ რომ ახალი ადამიანები ეს შეიშლის. რა. დამცხა. ახალი ფოლოვერი მოგებთ. გაგიხოთ ტელეფონი. ჩემი გული მოსილონი. ჩემი საყვარლები. კაი რაიმე კარგი მითხარით და გავიქეცი. დიანა შენ ტელეფონი დაიჭდა უკვე. აი ხა თუ გამოვთქვათ შეაერთოს. არა პრაიმერი არ მინდა გოგო იცი რა მინდა არის მე მაგრამ კრემს არ წაგებ არა არც პრაიმერი არ მინდა აი ეს ისე რომ ძალიან დასავარცხნი მაქვს და არა გაქვს არაფერი ნახე და დღეში გოგოშთან დაგჭო ხო ძალიან აი გვითიყურებ ძალიან რაჩი ზუსტად 1 საათი ვიყავით ჩვენ კარგით აბა დაგემშვიდობებით ადევნეთ თვალყური ჩვენს სტორებს ინსტაგრამზე გამოგვიწერეთ ვისაც არ გყავთ გამოწერილები დიანა მუზა თინათი მუზა 2 მუზა კარგად მიყვარხართ